მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ? მოდით დღეს ჩვენ და თქვენ ორ ვარიანტად ვნახოთ საჯარო გაშლა თემით. ჩაიფიქრეთ კონკრეტული ადამიანი. აი ახლა ამ მომენტში ის ადამიანი ჩაიფიქრეთ, ვისაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ ახლა აი ამ მომენტში ახსენდებით თუ არა მას. აი ამ ჩაფიქრებულ ადამიანს. ახლა ამ მომენტში და თუ ახსენდებით, როგორია ეს მისი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. მას შესადამე ორი ვარიანტი გვექნება. ვარიანტი პირველი, ახსენდებით თუ არა და ვარიანტი მეორე. ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს, მოდით უფრო მეტად სინათლე შემოვიტანოთ, რომ უფრო მეტად კარგად დაინახოთ თქვენი არჩეული ვარიანტები. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე. აი ესე. ახლა კარგად დააკვირდით შემოწირფასება ორივე ქალღმერთს და რომელი ქალღმერთიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ, დაგიძახებთ, ზუსტად იქ იქნება თქვენთვის სწორი მესიჯი, რაც ახლა ყველაზე მეტად გაინტერესებთ კითხვასთან დაკავშირებით, ახსენდებით თუ არა ახლა ჩაფიქრებულ ადამიანს. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. დავიწყეთ პირველი ვარიანტით, მეგობრებო, ნახოთ, ახსენდებით თუ არა ახლა ამ კონკრეტულ მომენტში ჩაფიქრებულ ადამიანს. ოთხიანობის კვერთხები კი ახსენდებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის სისტემატიური, თქვათ, გახსენება თქვენი ერთობლივი მომენტების, მაინც უმცროს არკანს უყურებთ. და მოდით ვნახოთ, როგორი არის ის მოგონება, რომელიც თქვენთან დაკავშირებით ადამიანს ახსენდება. პირველი ვარიანტი, როგორი არის ეს მოგონება? ხუთიანების ხვლები. იცით რა არის შემოძვირფასებო? ანუ ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მე თქვენს ადგილზე ამ ადამიანთან კომუნიკაციაზე და ურთიერთობის ვთქვათ, ეს იქნება აღდგენა სურვილი, მიწერის სურვილი, კომუნიკაციის მე ცოტა თავს შევიკავებდი და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ პირველ რიგში ადამიანი არ არის ჩამოყალიბებული თქვენთან მიმართებაში. ადამიანი არის ძალიან გაბრაზებული, ზოგადად ცხოვრებისეულად გაბრაზებული, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ რაც კი პრობლემა მოდის მის თავსა და მის რეალობაში, ყველა და ყველაფერი არის ამაში დამნაშავე მის გარდა. იგივე შემიძლია გავიმეოროთ თქვენს სიტუაციაში, მიხვდით ხო? აი არიან მამაკაცები, ხო? როგორც იტყვიან, ადრე 17-18 წლის ბიჭები, მამაკაცები, რო ქმნიან მამაჩემის ვთქვათ, პერიოდს გულისხმობ მამა თქვენების, ხო? ბაბუა თქვენების, ბაბუა ჩემების, ხო? ანუ სხვა პასუხისგებლობები ადრე ქმნიდნენ ოჯახებს, მაგრამ პასუხისგებლობასაც შესაბამის იღებდნენ, ხო? იმიტომ რომ იქ რაღაცა ოჯახის დანგრევა და ასე შემდეგ, მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ცირცხვილად და ძალიან დიდ ტრაგედიად ითვლებოდა. ხვდებით ხო? და ახლა დღევანდელ რეალობას თუ შევხედავთ, ხო, მამაკაცები ფსიქოემოციონალურად, მენტალურად გვიან იზრდებიან, ხვდებით ხო? აი ეს ადამიანი არ გაზრდილა. ხვდებით ხო? ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ გაიბუტოს ისეთ რაღაცაზე, რასაც თქვენ ქალი მაგალითად რაღაცნაირად ვერც ხო ძირითადად ქალები ვიბუტებით ხოლმე და მამაკაცები ვერ ხვდებიან რა გვწყინს. აი თქვენ შეიძლება იგივე გემართებოდეთ ამ ადამიანთან დაკავშირებით, ხო? იგრძნობა ცვალებადი ხასიათი მისი. გამიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ მას თავი ძალიან გონიერი ადამიანი გონია, ამ დროს არც ისე გონიერია, მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო.
არ გაზრდილა სერიოზული ურთიერთობებისთვის და აქედან გამომდინარე თავისი სიბრაზეები აქვს, თავისი უკმაყოფილებები აქვს, ხომ? კი, ახსენდებით, ნამდვილად მე ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ ახსენდებით და გადახაზულიყავ ხართ, მაგრამ მოდის პირველი ხუთიანების ხმლები, ანუ მოდის ერთგვარი სიბრაზე პრეტენზიები მოდის თქვენთან დაკავშირებით. რა პრეტენზიები აქვს ამ მამაკაცს თქვენთან მიმართებაში? ვინც ახლა თქვენ აქ ჩაიფიქრეთ, მოდით ვნახოთ რა პრეტენზიები აქვს თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს. ნახეთ, პრეტენზიებიც ეს მარტო თქვენ არ გეხებათ პირველი ვარიანტი. ნახეთ, რისი თქმა მინდა, ადამიანი არ არის მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის. თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც არ აქვს მშობა, თუნდაც ყოფილი მეუღლე, ყოფილი ესეთი ადამიანი ჩაიფიქრეთ, ვისთანაც ოჯახი, შვილები, ხო? ნახეთ, მიუხედავად ყველაფრისა, ხო, ბევრი უპასუხისმგებლო კაცები მინახავს პირად კონსულტაცია დიაგნოსტიკაზე, რომლებსაც 3 და 5 შვილები ყავთ, მაგრამ მაინც ვერ გაიზარდნენ და მაინც ვერ აიღეს ეს პასუხისმგებლობა. ცალკე კითხვა, რატომ აგრძელებ გვარს ასეთ უპასუხისმგებლო კაცთან და მე ქმნი ამ ყველაფრისგან უდიდეს ტრაგედიას, ხო, ეწყინოს ახლა ქალების გარკვეულ რაოდენობას, გინდა არა ეს ჩემთვის საინტერესო არ არის, მაგრამ როდესაც ქალი ხარ და ვთქვათ, პრეტენზია გაქვს, რომ გინდა რომ იყოს რაღაც სრულფასოვანი კერა, სრულფასოვანი ოჯახი და ბოლო-ბოლო პასუხისმგებლიანი მამა, რომელიც შვილებს რაღაცას მაინც მისცემს, ხო, ღირებულს და რაც მამის ვალდებულებაში შედის, ხო? და მე მოკლედ ხარ მინდა შევწავიდე, იმიტომ რომ ამაზე მე პირადად ძალიან ბრაზდები ხოლმე და ჩემი სიბრაზე მე ძალიან შეიძლება ვიღაცისთვის ვუდუსთო ჯინასავით ნემსების ჩაჩხლეტას დაემგვანოს, ამიტომ მე ხამ თემას გვერდზე გადავდებ ხო, როგორც იტყვიან, არ არის სასიამოვნო მოსასმენი ჩემი აზრი განსაკუთრებით ასეთი ქალბატონებისათვის, ხო, არ არის სასიამოვნო. ამიტომ მე აქ ვგეტყოდით, რომ თქვენ პირველი ვარიანტი არ იყო ეს ადამიანი მზად, არც ახლა არ არის მზად სერიოზული ურთიერთობებისათვის. ეს არის ადამიანი, რომელიც ეძებს გარკვეულ შთაბეჭდილებებს, ეძებს გარკვეულ ცხელ გრძნობებს, შთაბეჭდილებებს, ემოციებს, მას მუდმივად სჭირდება ეს ყველაფერი, თითქოს რაღაცნაირად ქარმა დაუბერა. შეიძლება ეს ადამიანი ბევრსაც მოგზაურობდეს, უყვარდეს გარემოებების შეცვლა, უყვარდეს სულ ადამიანებთან. ნახეთ, ადამიანს სჭირდება რაც შეიძლება მეტი შთაბეჭდილებები. არ არის ეს ადამიანი. გააჩნიათ თქვენც რისთვის ჩაიფიქრეთ ეს ადამიანი და რა ტიპის ურთიერთობებისთვის. თუ ეს ჩაიფიქრეთ სერიოზული ურთიერთობებისთვის, ეს არ არის ეს ადამიანი სერიოზული ურთიერთობებისთვის და უფრო მეცაც გეტყვით. თქვენ ტაროს არკანები გეუბნებიან, რომ თქვენ უფრო მეტად შეიძლება თულად არ ჩაიფიქრეთ ეს ადამიანი, ფიქრობდეთ მასზე, ვიდრე ის ფიქრობს თქვენზე. მიხვდით ხო? იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება რაღაცა განსაკუთრებული ვთქვათ მიზეზი იმასთან დაკავშირებით, ჩემო ძვირფასო პირველი ვარიანტო, რომ რაღაცა განსაკუთრებული არ მოეწონა, ან განსაკუთრებული სირთულე არა, მიზეზი უცებ მონახა, გატრიალდა და ვთქვათ, წავიდა. ესეთი ტიპის მამაკაცები ბრუნდებიან ხანდახან, მე ისე მიიდიან, მე ისე ბრუნდებიან. ხო, ესენი არიან არასტაბილური ადამიანები, ბიჭუნები, რომლებიც რაღაცა სასიყვარულო თამაშებს თამაშობენ და ეს არის ზუსტად თქვენი პირველი ვარიანტი. ჩემოძვირფასობა, იმიტომ რომ 4-იანების კვერთხები თავიდანვე არ მომეწონა. არკანის სამსჯარო და ორიანების ხმლები ამბობს იმას, რომ თავად ტარო გირჩევთ, რომ თქვენივე აი ამ ფიქრებით, რომელსაც თქვენ ამ ადამიანის მისამართით უშვებთ, ხომ, რომ ეს არ იყოს უბრალოდ ცარიელი ენერგია, როგორ აღიხსნათ, ენერგია, რომელსაც უშვებთ ცარიელ სივრცეში, რომელიც ამას თქვენი მხრიდან არც იმსახურებს და არც ღირს ამდენ ენერგიად. მიხვდით ხო? პირველი ვარიანტი. კარგით, კიდევ ვნახოთ აბა. იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი ხართ თქვენ.
რესურსიანი ადამიანი ხართ ხო, ძლიერი ადამიანი ხართ, ან შეიძლება საერთოდ სხვა პრეტენზიები გაქვთ, რომ საერთოდ სხვა ტიპის ურთიერთობა გინდათ, სხვა სიღრმეები გინდათ, სხვა სტაბილურობა გინდათ და ზედმეტად პატარა არის ეს ადამიანი ამ ყველაფრისთვის. არა ასაკით, არამედ მენტალურად, ემოციურად. ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა. პენტაკლების ტუზი, სამების თასები, პენტაკლების პაჟი. იცით რა არის მეგობრებო? მე შეგრძნება მაქვს, რომ ეს ადამიანი ან მალე წავა გულისხმობ, ან ქვეყანა შეიცვლის, ან რაღაცა სიშორეა თქვენ შორის, რაღაცა მანძილი ჩადგება თქვენ შორის. ახსენდებით თუ არა ადამიანს, იცით რა არის? თავიდან პირველ ჩვენებას დაუბრუნდები, როგორც თქვენ, კი, ახსენდებით, მაგრამ სხვებიც ახსენდება, თითქოს გადადის მისი ყურადღება, მივხვდით ხომ, ადამიანი რაღაცნაირად აწყობს სხვა გეგმებს, რომელიც თითქოს ან საზღვარგარეთთან, ან მოგზაურობასთან, ან რაღაცა, ნახეთ, ადამიანი არის, თქვენსა და ამ ადამიანს შორის არის ძალიან დიდი ჩიხი. თითქოს თქვენი გზები უკვე გაყოფილია აქ, მივხვდით ხომ? უკვე გაყოფილია. გაქვთ საერთო მომავალი ამ ადამიანთან? პირველი ვარიანტი. გაქვთ საერთო მომავალი ამ ადამიანთან? ორენების თასები, პენტაკლების რაინდი, თასების რაინდი, ხუთიანების თასები. ჩემო ძვირფასო, ვერც კი ატყობთ, რომ შეიძლება საერთოდ სხვა მამაკაცი, საერთოდ სხვა ადამიანი, მამაკაცები იყვნენ თქვენსკენ შემოტრიალებული, საერთოდ ესეთი ბევრად ღირსეული ტიპებიც არ გამოვრეცხავ ამას, ხო? ან თქვენ არ აქცევთ ყურადღებას, თქვენ მაინც და მაინც გინდათ კონკრეტულად აი ეს. ვინც ჩაიფიქრეთ, ხოთა შეიძლება ძალიან ხშირი შემთხვევა, როდესაც შემდგარ ქალებს თავისე ბევრად პატარა კაცები მოსწონთ. პატარა არა ასაკით და არა სიმაღლით, ხა მინდა რომ სწორად გაიგოთ, რასაც გულისხმობ, ხო? იმიტომ რომ შემდგარი ქალი ერთია, მაგრამ თვითშეფასების პრობლემის მქონე ადამიანთან ადამიანის კომპლექსები ეს კიდევ მეორე. თქვენ შეიძლება ვერც კი მიხვდეთ, სად არის თქვენი თვითშეფასების პრობლემა, მაგრამ მე გეუბნებით, რომ აქ თვითშეფასების პრობლემა არის. იმიტომ რომ მე მაინც და მაინც აი ეს გედი მინდა, ხო? აი ეს გედი მომგვარეთ, ხო? და ამ დროს შეიძლება საერთოდ სხვა ადამიანი განიცდიდეს თქვენს მიმართ ძალიან თბილ გრძნობებსაც, ან საერთოდ სხვა ადამიანი შესაძლებელია შემოვიდეს თქვენთან ურთიერთობაში, თუ კარს გაუღებთ, მაგრამ მე აქ ვხედავ, რომ თქვენ კარს არავის არ უღებთ ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ან უიმედოდ ხართ, ან საერთოდ აღარავის იმედი აღარ გაქვთ, ხო, რაღაცნაირად ჩაკეტილი ხართ, ჩაკეტილი გაქვთ თქვენი გულის, სულის კარი და იცით რა არის ჩემო ძვირფასო პირველ ვარიანტი? აბსოლუტურად თქვენი კეთილინება როგორ მოიქცევით. მაგრამ ნუ გაქვთ ხოლმე გოგოებო იმის ილუზია, რომ ვინმეს გაზრდით. იმიტომ რომ თუ კი მშობელმა თავის დროზე თავის შვილი ვერ გაზარდა, თქვენ არ ხართ ვალდებული, რომ თქვენი შეყვარებულები, მომავალი ქმრები თუ აწარსული ქმრები ხელთავიდან გაზარდოთ, ხო? ახლა მაგისთვის არ მოულენი ხართ სამყაროს, ჩემო კარგო, სამყარო მოგავლენეთ იმისთვის, რომ შეიცნოთ ეს რეალობა, შეიგრძნოთ, იმუშაოთ საკუთარ თავზე, განვითარდეთ და არა ის, რომ ვიღაცის ძიძა იყოთ, ხო? რომელიც თავის დროზე დედამ ვერ გაზარდა ისე, როგორც საჭიროა, ხო? გამიგეთ? დაგემშვიდობებით, მეორე ვარიანტი. თქვენთან ვნახოთ. ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს ახლა. არკანი ზომიერება. ხო, აქ ნახეთ როგორი სიტუაცია, უფროსი არკანი ამოვიდა და მე ასე ვიტყოდი, რომ ადამიანი ახლა თავის ცხოვრების ისეთ ეტაპზეა, როდესაც ნაკლებად თითქოს ფიქრობს ან სასიყვარულო, ან პარტნიორულ ურთიერთობებზე, უფრო მეტად სხვა პრიორიტეტები არის ახლა მისთვის მნიშვნელოვანი, მისი გონება, მისი ფიქრები ახლა აბსოლუტურად
ალაგებს სხვა მიმართულებით საკუთარ გეგმებს, ხო, მაგრამ ნაკლებად რომ ეს იყოს სასიყვარულო ურთიერთობა, ახლა აქ შესაძლოა ადამიანს ესეთი პერიოდი, რაღაცა სირთულეები გადალახა შესაძლებელია და ახლა სულ სიტყვამს, ხომ ასეა. კარგით. ახსენდებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს. ყველას არ ეხება, მაგრამ თუ აქ არათავისუფალი მამაკაცი აირჩიეთ, აი თქვენ გეუბნებით გოგოები, ვინც აქ აირჩია არათავისუფალი, დაკავებული, ცოლიანი და ასე შემდეგ მამაკაცი. მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენს ადგილზე მე არც კი დაუფიქრდებოდი ისე გამოვტრიალდებოდი ამ ურთიერთობებიდან და გეტყვით რატომ. თუ იმის იმედი გაქვთ, რომ ეს ადამიანი რაიმე ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენს მიმართულებით ან სულს დაშორდება და თქვენთან იქნება და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან დიდი ილუზია. ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ რაღაცები ისე დააბალანსოს, რომ არაფერმა ზედმეტად არ წამოყოს თავი და არაფერმა რაღაცნაირად ზედმეტად არ შეაწუხოს და ზედმეტად დისკომფორტი არ შეუქმნას, ხო? ამიტომ შეგრძნება მაქვს, რომ ეს ადამიანი ზუსტად მაშინ შექმნის პაუზას და ბარიერებს, აი თუ ეს არის დაკავებული მამაკაცი და ახლა მან თქვენთან პაუზა, ბარიერი და ერთგვარი სტოპ ნიშანი გააქტიურა, გეტყვით, რომ ის სახლში, კარ-მიდამოში, ოჯახში, ცოლთან, ბავშვებთან აბალანსებს გარკვეულ სიტუაციას. ანუ ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ის ცდილობს დააბალანსოს თქვენსა და თავის ოჯახს შორის, რომ ანუ რაღაცნაირად არც თქვენ გაგიშვათ მთლად თავისუფალ ფრენას, როგორც იტყვიან, ხო? მაგრამ არც საკუთარ ოჯახს და საკუთარ გარემოს არ მოაკლდეს, ვთქვათ, ან ყურადღება, ან რაღაცნაირად იქითაც არა, იქით უფრო მეტად არის ახლა ამ მომენტში გადახრილი ადამიანი, იცით როგორ რაღაც არის, აი უნდა მიხვდეთ რა, რომ თუ ეს ადამიანი პერიოდულად იკარგება, ან ტელეფონს არ პასუხობს, ან არ გამოდის კომუნიკაციაზე, ესე იგი ოჯახში ალაგებს რაღაცებს, ხო, ოჯახურ გარემოში ტრიალებს და იქ ცდილობს რომ იყოს ბალანსში. ეს არის ჩემო ძვირფასებო, აქ მამაკაცი არავითარ შემთხვევაში საკუთარ კომფორტს არ დათმობს და თუ აქ თავისუფალი ადამიანი ჩაიფიქრეთ ჩემო ძვირფასებო, აქაც იგივე შემიძლია გავიმეორო, ხო? ადამიანი თავის საკუთარ კომფორტს და თავისუფლებას ნამდვილად არ დათმობს. არ დათმობს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მოდი ასე ვიტყოდი რა, მისთვის პარტნიორული ურთიერთობები არ არის ამ მომენტში ყველაზე პრიორიტეტული თემა. უფრო სხვა პრიორიტეტები აქვს წინ. ჯერ საქმე ან კონკრეტული მისი რაღაცა ჰობი, საქმიანობა, მისი რა ვიცი, ბიზნესი შეიძლება იყოს, ხო? მისი პირადი სივრცე, ანუ ხვდებით, ხო, ეს არის თითქოს რაღაცა დამატებითი ენერგია, რაც ახლა უშუალოდ შეხვედრებს, რომანტიზმს, პარტნიორულ ურთიერთობებს და ასე შემდეგ ეხება. კარგით, კიდევ ერთხელ შეგეკითხები. ენატრებით? არკანი კოშკი, არკანი სამყარო, კვერთხების დედოფალი. შეგრძნება მაქვს, რომ თქვენ უფრო მეტად გახსენდებათ ეს ადამიანი, თქვენ უფრო მეტად გენატრებათ, თქვენ უფრო მეტად ნახეთ, მაინც გქონია რომ ცოლიანი მამაკაცია, თუმცა ყოველთვის ეს ასე არ არის ხოლმე. მაინც ვფიქრობ, რომ თქვენ უფრო მეტად გტკივათ შიგნით ეს ყველაფერი და თქვენ უფრო მეტად ინტენსიურად განიცდით, თქვენ უფრო ხართ მიჯაჭვული, ვიდრე ეს ადამიანი თქვენზე. ამ ადამიანს შეუძლია უთქვენოთ ყოფნა. ამ ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სტაბილურობა და პირველ რიგში სტაბილურობა მას უქმნის უსაფრთხოების შეგრძნებას. თქვენთან ეს ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან კარგად გრძნობდეს თავს თქვენთან, ურთიერთობა, ინტიმი, ასე შემდეგ, ხო, იქ ერთად რაღაცა ყველაფერი. მაგრამ არ გრძნობდეს მთლად უსაფრთხოდ თავს თქვენთან ერთად იმ გადმოსახედიდან, რომ თქვენ
შეიძლება ზედმეტად ინტენსიური იყოთ მის ცხოვრებაში, ან რაღაცნაირად აგრძნობინებდეთ, რომ უფრო მეტი გინდათ და უფრო მეტის მოცემა ამ ადამიანს არ უნდა. არამც თუ არ უნდა, არ შეუძლია, მაგრამ უფრო მეტად არ უნდა. და არ შეუძლია თუ ეს დაკავებული მამაკაცი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ოჯახი და ესაა ყველაფერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ კარმული გაკვეთილი არის ეს მამაკაცი აბსოლუტურად ძალიან გაპაფსავდა ეს სიტყვები კარმული გაკვეთილი, მაგრამ ნამდვილად კარმულ გაკვეთილს ეხებით აქ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ აქ თქვენ უფრო მეტად ეჯაჭვებით აქ პარტნიორს, ადამიანს. თუ აქ ყოფილი მეუღლე ჩაიფიქრეთ, აქაც გეტყვით, რომ თქვენ უფრო მეტად არ უშვებთ ამ ადამიანს, ვიდრე ის არ გიშვებთ თქვენ, ხო? უფრო მეტსაც გეტყვით, რომ კარმიკომ გადაწყვიტა, რომ თქვენ ორი სრულფასოვნად ერთად ვეღარ იქნებით რა, იმიტომ რომ ან ძალიან სხვადასხვა ინტერესებია, სხვადასხვა ხარისხებია, სხვადასხვა რეალობებია და ეს უფრო მეტად თქვენ მოგენიჭათ ეს ადამიანი რაღაც კარმულ გაკვეთილად, ვიდრე თქვენ მას, მე ასე ვიტყოდი, რომ პირიქით, მან აიღო და მიიღო ის, რაც უნდა მიიღო და უფრო მეტად თქვენ დარჩით ცეცხლის ალში გახვეული, შეიძლება ასე ითქვას. ხო, ანუ თქვენ უფრო მეტად იმპულსური ხართ, თორე ეს მამაკაცი საკმაოდ დამჯდარი იმპერატორი არის თავისი თავის, ყოველ შემთხვევაში ის ასე პოზიციონირებს საკუთარ თავს, ან ასე ხედავს საკუთარ თავს, შეიძლება სულაც არ იყოს იმპერატორი ნამდვილად და გვირგვინი ძალიან დიდი კონტეს, მაგრამ ხო, ერთადერთი იცოდებთ, რომ თუ კი ეს მამაკაცი რაღაცნაირად გამოვა კომუნიკაციაზე, ხომ ეს არის უბრალოდ ის მომენტი, რომ ადამიანი რაღაცნაირად ძალიან გიზიდავთ, ძალიან, ანუ ვერ წყვეთ ყველა ძაბს ამ ადამიანთან კავშირის, მაგრამ ის უფრო მეტად რაციონალურად, ასე ვთქვათ, უდგება თქვენს ურთიერთობას და უფრო მეტად გათიშული აქვს გრძნობები და თქვენ ძალიან გრძნობებში ხართ და თქვენ კიდე უფრო მეტად ხვევით აი ამ ობობას ქსელში და ეს არის იმპერატორი, რომელიც არის რაღაცა დიდი, რა ვიცი, გინდა ობობა დაარქვით, გინ დიდი პითონი დაარქვით, გინ დიდი მგელი დაარქვით, ხო, რომელიც ელოდება წითელ კუდას, როდის ჩამოივლის, ხო? და როდის შეახრამუნებს დაახლოებით ესეთი რაღაც არის, ხო? არის თქვენ შორის ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივა? თუ ეს ურთიერთობა ვთქვათ, არ არის. არა, ნუ ეს ხო გეუბნებით ადამიანი, აქ ამ შემთხვევაში ხო აქ ტყუილებიც არის, ან თქვენი ტყუებთ თქვენს თავს, ჩემო ძვირფასო. მე ასე ვიტყოდი, რომ ახლა აქ ამ მომენტში იმაზე მეტი გითხარით და საფიქრებოდ, ვიდრე შეიძლებოდა. მოკლედ, დაგემშვიდობებით გოგოებო. აბა თქვენ იცით. წარმატებებს გისურვებთ, საკუთარი თავის სიყვარულს, საკუთარი თავის ფასის სწორ და ადეკვატურ მიღებას და გაგებას გისურვებთ და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს, თქვენთან იყო ნინა, ძალიან დიდი სიყვარულით.